დილა მშვიდობისაო, რა ლამაზად თენდები. ნაშვებით ხალხო, როგორ ხართ? მიაგერ სამსახურში ვარ. ხალა ცოტა ხაშბებო საჭმელი მეგავუკეთ. ცოტა ძალიან მოწყენილი ვარ. ცოტა არა. საკმარისად. დღეს არის ხუთშაბათი. ბაზრის დღე აქვს. ბაზარს აქ მერკატოს ეძახიან და სულ გავდივარ ხოლმე ბებოსთვის ვყიდულობ რაღაც პოსტმეულს, ხილს და დღეს არ გავედი ძალიან დამეზარა. თან ეს დღეები რაღაც ძალიან აცივდა. არ მომწონს, კი აცივდა, მაგრამ მე რავი რა მემჩნევა რომ ცივა. ყელტიტველა მამალივით ვარ თუ ქათამივით თუ რავი რა ქვია. ეს დღეები ვარ ძალიან ისე მოწყენილი და სტრესილი. სულ ვჩხუბობ, ოღონდ მართლა ხალხო. ყველას ვეჩხუბები აბსოლუტურად. ჩემს შვილებს, ჩემს დას, ჩემს მეგობარს, ჩემს საყვარელ ადამიანს. და როგორი რაღაცაა, იცი? ამ დროს მართალი ვარ ყველასთან და იტყვიან ხოლმე, რა ყველასა მართალი შენ ვერ იქნებიო, რა ეს ნათქვამია და მეც ბევრჯერ თეკლს ვეუბნები ხოლმე, რაღაცა დაუშვებ მეგობართან იჩხუბებდა თუ რა იქნებოდა. სულ ვეტყვი ხოლმე, რომ ყოველთვის მართალი ვერ იქნები შვილო, ესე არ არის. მაგრამ ამ დროს თითქოს ჩემი გადმოსახედიდან ყველასთან მართალი მე ვარ ხოლმე. და რატო ვფიქრობ ასე, იცი? როდესაც რაღაცას არასწორად ვაკეთებ და დაუშვებ კამათობ, ვჩხუბობ თუ რა არის, შიგნიდან სინდისი მქენჯნის ხოლმე, როცა არ ვარ მართალი. ამ შემთხვევაში ეს ბოლო პერიოდი ხო, ავიღოთ დავუშვათ 1 კვირა. სულ მართალი ვარ. განასრულ მართალი როგორ ვარ, მაგრამ სულ მართალი ვარ და უბრალოდ ის არის, რომ მე არ მყოფნის არავისთან ნერვები, ვერავისთან ლაქუცს ვერ დავიწყებ, ვინც გინდა ეს იყოს, გინდა ჩემი შვილი, გინდა ის, გინდა ეს. იმდენად მაქვს ნერვები გაფუჭებული, რომ ვერავის ვერ ვზოგავ. და ძალიან ცუდია რა. და საერთოდ მე როგორი ადამიანი ვარ, იცი, უხეში და პირდაპირ გეტყვი, ოღონდ უხეში ფორმით, აი იმას არ დაგიწყებ, რომ აი რაღაცა ესე არ დაგი, აი პირდაპირ მოგახლი და თან ძალიან უხეშად, რომ თან მართავს. მაგრამ უხეში ფორმით და გული რო სტკივად და სწყინით, მეუბნებიან მართალი არ ხარო, ამ დროს ძალიან მართალი ვარ. მაგრამ ის კიდევ შემწევს და ის კიდევ შემრჩენია, რომ ბოლომდე არ გავამწარო ხოლმე და რაღაცა ისეთი არ უთხრა, რომ ან დავკარგო ის ადამიანი ბოლომდე და ან რაღაცა და რაღაცა. მაინც რაღაცა პატარა თავში გავებას ვიტოვებ და ხან ამაზეც ვუყურებ ხოლმე, რომ ბარემ თქვი ირანა შენ გაიტანა. მეუბნებიან ხოლმე, რომ შენ ადამიანებს დაკარგოს არ გეშინიაო. სამწუხაროდ ეს ესეა. წასასვლელი უნდა წავიდეს ჩემი აზრით. შენ თუ მე მიცნობ, ხო, აი ხო მიცნობ თუ მეტესობა რა როგორი ვარ. ჩემი ხასიათი, ჩემი მიდგომა, ჩემი ბილწ სიტყვაობა, ხომ ყველა მიცით. თუ შენ მე მიცნობ და თუ შენ მე გიყვარვარ, ხო, როგორიც ვარ, ეს უნდა მიიღო და არ უნდა მომახვილო შენ. მე არ მიყვარს ვიღაც თავის აზრს რომ მახვევს თავს. ძალიან არ მიყვარს, იმიტომ რომ არავის არ ვითვალისწინებს საერთოდ. მე ჩემს აზრს ვითვალისწინებ, ესე მოვდივარ ბავშვობიდან. არ მაინტერესებს შენი აზრი რა. და ჭკუ არ უნდა დამარიგო კიდე, საკმარისად ისეთი გამოცდილება მაქვს, რომ შენ მე ჭკუ არ უნდა დამარიგო, მაგაზე ხო საერთოდ მიჭრები. ჭკუ უნდა დამარიგოს და უშუალოდ ჩემზე ასაკიანმა, თუნდაც იყოს ჩემზე 5 წლით უფროსი, იმას ჩემზე რაღაცით მეტი გამოცდილება უნდა კონდეს და ამხელა რომ ჭკუას დამარიგებს ხოლმე, მინდა რომ სახით ვათლიო. ვერ მივიღებ რჩევას და ვერ მივიღებ ჭკუის დარიგებას ჩემზე ასაკით პატარისგან, რომელსაც გამოცდილება არანაირი არ გააჩნია და ზუსტად რომ ვიცი. მასზე დიდი გამოცდილება რომ აქვს, თუნდაც პირა ცხოვრებაში, თუნდაც ოჯახში, თუნდაც ის, თუნდაც სამსახურში და აი ასე შემდეგ.
არ მიყვარს რომ მეჯიბრებიან. როგორც კი ვხედავ რომ მეჯიბრებიან, შიგნიდან ვიღზნები. და ბიჭი რა ადრე როგორ ვიყავ ვიცი ადამიანს უარ ესმოდა ხოლმე ამ იმას აღარ უგრძელები მაგარი მე კიდე ხოლმე და ჩემ კარგიც მოყან ეგეთი ტიპი ვიყავი და ეხლა როგორ რაღაცა იცი რაღაც რომ მეტყვის რაღაც ვლაპარაკობ აი დავუშვათ შეგისწორე რაღაცა ხო დავუშვათ აი როგორ რაღაცა მე შენზე კარგად ვიცი იტალიური რაღაცა სიტყვები ან გამოთქმა ვიცი კარგად ან შენზე მეტი მესმის ან რაღაცა დავუშვათ აი ამ კონტექსტში მიმოძრავოთ ხოდა რო შეგისწორებ შენს არასწორ წინადადებას რომ ესე არა ესე და კაი მაშინ მოუყვები ეს პატარა რაღაც სიმართლეს მოუყვები რაზე მომივიდა ჩხუბი ჩემს მეგობართან რაღაც SMS წერდა მაგრამ მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა არ გამოვა ეხა ეს სხვის რაღაცას კი ჩემია მე შემეხო მე გავღიზიანდი და მე გავბრაზდი რა მაინც ვერ მოუყვები რაღაცა დავტოვოთ რა მაგრამ მე ამ ფაქტმა ძალიან გამაღიზიანა ჩემო კარგებო საბუკა დღეს მივდივარ საბუკასთან ორ დღეს წინათ ვიყავი წასული, დღეს წავალ კიდევ. ესე ორ დღეში, სამ დღეში ერთხელ ჩავაკუსკუსებ ხოლმე, წავუღებ რაღაცებს, რაც უნდა. და საბსავს კოკაკოლას, რა საბარსავს ლუს, საბარსავს ნატურალურ წვენებს და მგონი წყალსაც არსავს ხოლმე, იშვიათად ძალიან. პარეკაბა წყალსავს, მაგრამ კოკაკოლა უყვარს ძალიან. და რო ჩავედი ორი დღის წინ ჩავუტანე კოლა, კიდე რაც სამყარო ისიც ჩავუტანე და მე ამ ქალს ვუთხარ რომ ჩემი შვილი მეუთხარი არ სვამს კოლას არ სვამს სხვა რაღაცას და ლუდებით ჰქონდათ გამოვსებული მაცივარ და კოლა უნდა თქო რა კოლას სვავს თქო და კიო მოუტან და დღემდე არ მეუტანია აუცილებლად ვეტყვი იმასაც რომ ჩემ შვილს კოლა არ გამოელიოს კი ცუდია კოლა და როცა ადამიანს უნდა მიუტანო საბა მუშაობს ჩემგან 20 წუთის მოშორებით არის 45 წლის ბიჭი, რომელიც არის პარალიზებული და მას ჭირდება მხოლოდ მოსაუბრე და ესე ანუ აკომპანია თუ რაც ქვია რა ეგ ჭირდება ლაპარაკი უყვარს ან და იქ მიდიან თვითონ დამბანავები, იქ მიდიან თვითონ დამსუფთავებლები ყველაფერი საბა უბრალოდ უნდა ელაპარაკოს, როგორც მეგობარი ისე უნდა იყოს და ასე შემდეგ არის 24 შვიდზე იქ, კვირაში ერთი დღე აქვს გამოსვლა და საკმაოდ კარგი ესეთი ხელფასი აქვს და თავის ოცნებას აისრულებს იმ ხელფასით და აგროვებს და თავის თავს მიხედავს. თავის დანაზოგი ექნება. თან საბას ისეთი კარგი ასაკი აქვს ახლა. ვერ ვიტყოდი რომ დავუშვათ სულ 5 წელი იმუშაოს და იმ 5 წელში თანხა დააგროვოს, ვერ ვიტყვი რომ ის წლები დაკარგა პირიქით. საკუთარი თავისთვის რაღაცა შეიქმნის. რაც შეეხება ერთ კომენტარს ესეთი რაღაც დაიწერა რომ საბა ვარ სწავლობსო. საბა მორჩა სწავლას საქართველოში. ახლა მუშაობს. საბა დედას ძალიან კარგი შვილია. რამდენი სტიროდი. ხო, ცოტის მოშორებით დაიწყო მუშაობა, მაგრამ და კიდე რა არის, რო წავედ, ეკლაც ახლა 2 დღეა ოთუნასთან ერთად ჩემთან რჩება, რაღაცა მოიწყინა საბუკა სახლში, არ არის ის და სახლი რო დავალაგე გუშინ წინ, არ არეულა. და რაღაცა ისეთია, ძალიან სიჩუმეა და არ მომწონს სახლში, არის ძალიან სიჩუმე. ეს 3-4 დღეა. და გუშინ ახლა მაგალითად ანტონიო რომ მოვიდა გვიან, ჭამდით რა. პიცები მოიტანა და ჩავხდით ფილმი, დავიწყეთ ჭამა და არ მომეწონა ეს წყნარი, არ მომეწონა რომ არავინ მეუბნება, აუ დედა წყალი მომიტანე, აუ დედა 12 წუთს ხომ დედა წვენი მომე რა, დედა ის მინდა, სალფეტკი მინდა, აი ისეთი არ გამოგიტანია და აი ის და აი ეს დამოაკლდა ძალიან და ანტონიოს გადავხედე და როგორი ცუდი სიჩუმეა თქო.
ხო, ისიც კი მიეჩვია. საგიჟეც ისიც კი მიეჩვია. და ცოტა მიჭირს, მაგრამ მიჩვევადია. პირველი ორი დღე ძალიან გამიჭირდა, მაგალითად საბუკამრო მუშაობა დაიწყო, ძალიან ცუდად გრძნობდი თავს. სულ ეუბნავდი ხოლმე, რომ ანუ სულ კომპიუტერში რო ხარ და სულ ტელეფონში რო ხარ და მოძებნე რამე სამსახური, ესე ვიყავი რა, ელემენტარული რაღაცა სახლიდან через კომპიუტერი ეს რაღაცა ნახე თქო. და ბაც და სამსახური რო გამოჩნდა და ეგრევე რო დამთანხმდა, რაღაცნაირად მეგონა რომ ჩემი ზეწოლა იყო. კი, რა თქმა უნდა იმუშაოს, ახალგაზრდა ბიჭია ის, მაგრამ რაღაცა მეგონა თითქოს მე დავაძალე თქო რომ უთხარი რომ აი სამსახური გამოჩნდა და უნდა იმუშავო, გინდა აი ეგრე არ მithქოს უნდა იმუშავო, კითხვა დავუსვი რა თქმა უნდა რომ დე სამსახურია რა სიზამ და მეუბნება ეს რაღაცას რომ დეგუში ფიქრობდი ზუსტად მაგას რომ ნეტარ ამ სამსახური გამოჩნდესო და აგერ გამოჩნდაო და სულ ღომერთ ვხდი და მადლობას ხო და ყველაფერი რაღაცისთვის. მაგალითად ეხა ეს საბასთვის. მე თეკუნაც რომ მუშაობას დაიწყებს, ისიც რა თქმა უნდა თავის თავს, თავის მომავალს შეუქმნის თვითონვე იზრუნებენ თავიანთ მომავალზე, თავიანთი ხელფასებით. იმიტომ რომ საბას ახლა ხარჯი არ იქნება არანაირი, იქ მიაქვთ ყველაფერი, ჰაი-ფაი თემები, ელემენტარული რა, ახლა მაქსიმუმ გაზურე 100 ევრო თვეში. დანარჩენს გადადებს. თეკუნაც დაიწყებს მუშაობა ასევე და თვითონვე შეიქმნიან თავიანთ მომავალს. სამწუხაროდ საქართველოში ეს არის შეუძლებელი. საქართველოში თინეიჯერი ბავშვი თუ რა ქვია მოზარდი. არ არის საქართველოს ხელფასით რომ თქვა საბას თითქმის 3000 ლარამდე აქვს ხელფასი ახლა, ხო? 3000 ლარი ვის აქვს საქართველოში? ხელფასი. ხოდა მეურმეთის ხალობით ყველაფერი კარგად არის. მადლობა სამყაროს და უფალს. ძალიან ბედნიერი ვართ. ძალიან კარგად არის ყველაფერი, მთავარია ჯანმრთელი ვართ. აი ეს არის უპირველესი ჯანმრთელი. და შეფოშე ყველაფერი თავის თმავა ხო იცი თუ ხელს გაანწრევდა. თუ არა და არა. ძალიან ბედნიერი ვარ რომ ის სამსახური დავტოვე, სადაც მუშაობდი 3 თვე. გიჟი ბებო რომ იყო. იმდენად გიჟი იყო, რომ თეკლას ჭკუიდან შლიდა და თეკლაც იმდენად ნერვზე მოთამაშება უშვია, რომ თეკლაც ჭკუიდან ჭრიდა იმ ქალს. და ერთმანეთს აგიჟებდნენ რა, ორი ერთნაირი. ძალიან დიდი წარმოსახვის უნარი მაქვს. რა მეკითხი რომ გამევლებს ხოლმე თავში, ხო ეხლაც რაღაცაზე ჩავფიქრდი და იმდენად ობრაზდები შიგნიდან რო აი არის. ხო. ეს ამბები გვაქვს რა. კვირა დღეს ვისვენებ. მე ჩამოდის ბებოს შვილი და მითხრეს რომ 10 დღე მომიწევს ხოლმე დილით მოსვლა და საღამოს მოსვლა, ან ფაქტიურად თავისუფალი ვიქნები. ის 10 დღე, იმედია კარგი ამინდები იქნებოდა ზღვაზე ვიოლით მე და ბავშვები. საბას ერთადერთი ის არ მომწონს, რომ ქალაქიდან ცოტა მოშორება ასავით არის, ან კამპანიას პონტი, ან სოფელიც არ არის დაჩები რო არის რაღაცა ისეთი ადგილი არა. მაგრამ ძალიან სუფთა ჰაერია, მან ნაკლები მანქანა მოძრაობს. ეს კარგი არის და რაც მომწონს, ძილი ქონდა საბას ძალიან არეული და ძილი დაირეგული რა. რაც თავარია. ამას ძალიან გამიცდიდი. ხო გეუბნებით რა. ყველა არაფერი არ ხდება. საბას იმდენად ქონდა ძილი არეული, რომ თამაშს დაიწყო და კომპიუტერში შეეძლო ორი ღამე გაეთენებინა. მე მთელი დღე ეძინა, მე ისევ გაიღვიძებ და აღაცა ვერ იძინებ და ძილი ქონდა დღე-ღამე ქონდა არეული. და ძილი აღარ ერეოდა რა.
ჩხდებაც და გამოჩნდა სამსახური და ღმერთის წყალობით ის ძილს მოუწეს რიგდა, იმიტომ რომ უკვე ვფიქრობდი, რომ რამე ის ვიტამინი ხო არ ვუყიდოთ ხო, რომელიც დაუშვათ დაამშვიდებს და ძილს მოჰგვრის მაგნიუმი რა. მაგნიუმში არის ბევრნაირი არის, სადაც არის დამამშვიდებელი ცნობებია. რა თქმა უნდა, ეს ჩემით და ექიმბაშობით არა, ამაში კონსულტაციას გავივლიდი ექიმთან და ისე შეუძლებდი. იმიტომ რომ მე ვსვავდი მაგნეზიუმს თუ მაგნიუმს და ჯანდაბაც ქვია და ძილად ვიყავი ხოლმე მიგდებული. ხო და იგივე ჩემს ვიტამინს ვასმევდი საბას რომ ჩამოვიდა და საბაზეც მას იმოქმედა მაგ ვიტამინმა და ვფიქრობდი რომ იგივეს შევუძენდი თქო. მაგრამ ესე ღმერთის წყალობით რაღაცა გამოჩნდა. ნახე, რაღაცა სირთულის რო ვაწყდებით ღმერთი რაღაცა გზას გვიჩენს რომ რაღაცა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ ძალიან განვიცდიდი საბას ძილის ამბავს მე. თვითონ საბაც ძილი უტყდებოდა და მეგობრებთან ლაპარაკი ჰაიპაი თემები ბაზარი არა აგარეთ არ გადიოდა, მაგრამ ეს სატელეფონო კომუნიკაცია ხო ქონდა მეგობრებთან და რა ცარა პარირორირო პარირირო ეს თემები გოგჩემ გორგებ სხვა მეტი ის თეატრ არ როგორ ძალიან ბევრი რაღაცაც გვაქვს, მაგრამ ბევრი რაღაცას ვერ გეტყვით. მე ხო იცით მირჩენია პირდაპირ რო გავაღო, მე არაფერი გამოდის ასე, ვითომ არაფერი გახდება. ძალიან ბევრი სიახლეა, ძალიან ბევრი ცუდიც არის, ძალიან ბევრი კარგიც არის, მაგრამ ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ხო, ერთს ვიტყოდი, რომ კაი არც მაგას არ ვიტყვი. არის რაღაც თემები, რაც მინდა ეს თემები გავშალო და ვისაუბრო, მაგრამ რახან ეს ჩაგდება მქონდა და რამოდენიმე კვირა არ მოვდიოდი ხდღიდან ეხლავე ვერ მოგაგდებთ იმას და აჰა ვითომც არაფერი არა, ეხა ეს ერთჯერადად მოგიყივით და როგორრანაირად და დალშებულში უკვე რომ მოვალ ხოლმე, ნელა-ნელა უკვე ყველაფერზე ვისაუბროთ. ამოდაგოთ გაკოცდე ხა ძალიან ბევრი თავს არ მოგაწყენთ. საბუკას რომ ვნახავ და წამოვალ, ერთ ვიდეოს კიდევ ჩავწერ. პაკა-პაკა.